აი, ნახე, მე წოდება ძალიან. ეს просто სადბიდის ვერ ხვდები რა. აუ, ხელი ეგ. ეს არის ყოფილი პრემიერი. აი, просто სადბიდის, აი, აქ მარ. არა, ეს. გადმოვიდა, მაინც. ო, გენაცვალე. გამარჯობა. თქვენ უყურებთ ქართაგის ახალ ეპიზოდს. სანამ ვიდეო დაიწყება, მანამდე არხი გამოიწერეთ, ძალიან გთხოვთ ხალხო, იმიტომ რომ 70%-მდე ადამიანს ჩვენი მაყურებლების არხი არ აქვს გამოიწერილი. თუ არხს არ გამოიწერთ, ვერ შემოგთავაზებთ არ კონტენტს. ამიტომ აუცილებლად უნდა გამოიწეროთ არხი. ანა უთხარი? მეტი რაღაც ჩამოვიწყოთ. დღეს გვექნება მორიგი ქალაქში სიარულის ვიდეო. პირველი ეპიზოდი საკმაოდ კარგი ნახვები დააგროვა და კარგი იყო საბოლოო ჯამში. დღესაც შევეცდებით დავაფიქსიროთ საინტერესო მონაკვეთები ქალაქში, ასევე ვესტუმრებით უკვე ამჯერად გარეუბნებსაც, გზდანი მაგალითად როგორია, ვარკეთილი როგორია, ასევე დღეს შაბათი დღეა და საღამოს ფუალინგთან გავისეირნებთ. რა თქმა უნდა, ჩვენი სარბუნავდოდ რომ ვაჟას ფშაველაც იქნება, მანდაც რა თქმა უნდა გავივლით და მოკლედ ერთად ვისაუბროთ ქალაქურ მოძრაობაზე, შეიძლება თქვენი თავისი იყოთ ამ ვიდეოში. და ასევე ვისაუბრებთ ავტომობილებზე, ბევრი საინტერესო ავტომობილი დადის ქალაქში და რომელიც შევხვდება მაგის მიხედვით, მოკლედ ესე ვთქვათ, შევარჩევთ ავტომობილებს. მაგალითად პირველი ჩვენი საინტერესო ავტომობილი წინ დგას. ეხლა ვიმყოფებით გლანში, აქედან ვიძვრებით, გავალ ცენტრალურ მონაკვეთზე, სადაც მოძრაობის წესები რამდენიმე წელია შეიცვალა, მოწესრიგდა და დაალაგდა, ასე ვთქვათ, მოძრაობა. გაცილებით რა თქმა უნდა შენელდა, იმიტომ რომ ბევრი შუღრიშანია. თუმცა მაგის პლუსებზე და მინუსებზეც ვისაუბრებთ ერთად, იმიტომ რომ საინტერესოა ასეთი მოწყობის, ესე ვთქვათ, ასეთი მოწყობა საგზაო მოძრაობის რამდენად გამართლებულია. აი ხა ეს პრიუსი საკმაოდ ცუდი კუთხით შემოვიდა მასახონში და მაგიტომაც მოუწია ესე გაჭედვა. კაი, რამდენად გამართლებულია ასეთი მოწყობა ქუჩების, როგორიც არის ვაკეში, უკვე წერეთელზე, დანში. კიდევ სად გვაქვს ეგეთი მოწყობა? აქ, ანუ დანში აქ და ეს. აი იცი რა არის, გამართლებული არის, კარგია, მე მომწონს, ეგრე რო არის დაალაგებული ეს მთავარი ქუჩების სისტემა, მაგრამ ერთადერთი ცუდი რაც აქვს, რომ პატარა ჩეპე და იჭედება მთელი მოძრაობა. იღოს მაგალითად მე მთელ წერეთელზე ვიყავი გაჭედილი, აი მთელი წერეთელი გამოვიარე გორაობით, იმიტომ რომ ერთი მანქანა შეეჯახა მიედო მეორე მანქანას ერთ ზოლში და რა თქმა უნდა ორივე ზოლი დაიკეტა. ესე იგი პლუსი ის არის რომ აქ შედარებით ნელ ტემპში, მაგრამ მაინც მოძრაობ. კიდე ყველაზე მთავარი ჩემი აზრით რაც არის გასათვალისწინებელი ამ დროს ძალიან ბევრი შუღნიშანია. ძალიან ბევრი შუღნიშანი ნიშნავს იმას რომ ძალიან ბევრი ავტომობილი ჩერდება დაქუქილ მდგომარეობაში რაღაც ლოკაციებზე. ყოველ 100 მეტრში, ყოველ 50 მეტრში. რაც იწვევს იმას რომ შესაბამისად მეტი გამონაბოლქვია ქალაქში რა. ჰაერი მეტად ვინძურდება. ეგ დიდი მინუსი აქვს ჩემი აზრით რა ამ ყველაფერს. მით უმეტეს რომ ქართული ავტოპარკი არ არის ახალი, საკმაოდ ძველი ავტომობილები შემოდის. მიუხედავად იმისა რომ 2013 წელზე შემოვიდა. აი ნახე, მე წოდება ძალიან მოხუცია რა თქმა უნდა რომ წოდოა რა. ხო, მაგრამ ასეთ ადგილზე გადასვლა. მართლა მე წოდება, აი რა გავაკეთო, მაგრამ აი რანაირად შეიძლება თან ბავშვით ესეთ ადგილზე გადასვლა. თან ბავშვი გაუშვა და გადაირბინა ბავშვმა. აი არასდროს არ არის გამართლებული გადარბენა გზაზე, არასდროს არ გადაირბინო გზაზე, რაც არ ნახდებოდეს რა. ბავშვებზე გამახსენდა. იმ დღეს მე გავუპერასდი. რაზე? უნივერსიტეტის ქუჩაზე გზა იჭედება ყოველ საღამოს იმის გამო, რომ მანდ არის სკოლა და ზედ მთავარ ქუჩაზე ჩერდებიან ავარიულებით ტიპები და ელოდებიან ბავშვებს, როდის გამოვლენ სკოლიდან. ეხა ვიღაცა იტყვის, რომ აბა რა ქნას ბავშვი ყავს გამოსაღვას და რა უნდა ქნას და უნდა მოძებნოს მანქანის გასაჩერებელი ადგილი. თუ იმასაც იტყვით, რომ მანქანის გასაჩერებელი ადგილი არ არის, იმ მომენტში 3 ადგილი იყო მანქანის გასაჩერებელი ოდნავ წინ, ასევე შეგიძლიათ რომ რაღაცა უბნებში შეხვიდეთ იქ, გააჩეროთ მანქანა, მიაკითხოთ ბავშვს, წამოიყვანოთ და ჩასვათ მანქანაში. ანუ მაგით თქვენ გარდა იმისა, რომ კეტავთ მოძრაობას, ხო? პლუს შენ შულს იმას ასწავლე, რომ ნორმალური არის, რომ გადაკეტოს მოძრაობა და იდგეს შუა გზაში. და არ აინტერესებს რა, უბრალოდ ფეხებზე კიდია, ეხა იმ ზოლს აფერხებს თუ არა. საერთოდ არ იყურება სარგეში და მსგავსი მიდგომები ზოგადად
ყველაფერს აფერხებს, მოძრაობას აფერხებს, მოძრაობას რო აფერხებს, ნიშნავს რომ საქმეს ვერ აკეთებს ადამიანი ის ვინც მართლა საქმეს აკეთებს. შენ გამო რომ ესე იქცევი უპასუხისმგებლოდ რაღაცა საქმე უფუჭდება რა. თბილისში მაქსიმუმ გააკეთო ორი საქმე, აი სადღაც მიხვიდე, იქიდან ხო, სადღაც წახვიდე და მე სახში მიასწრე ფოსვლას. ანუ მესამე საქმეს ვერ გააკეთებ რა, არ არსებობს, იმიტომ რომ არა და ძალიან პატარა ქალაქია რეალურად ხო? უბნიდან უბნამდე გჭირდება 5 კილომეტრი, 7 კილომეტრის ხოლმე მაქსიმუმ. ეგრე იქცევიან ტაქსისტები. აი ტაქსისტები არიან ეგ მძღოლები, იმიტომ რომ ეგენი ხო ცდილობენ ბევრი უაზროდ არიანონ და გარეთაც ეძებენ იმას, რა ქვია, ასე ვთქვათ, კლიენტს რაც არის. მოკლედ რა და პლუს აპლიკაციითაც და არ აინტერესებთ იმენა მიღողავე ყველგან. ან შეგვეთა რომ მოვოთ აპლიკაციაში ორია. ხო, აი და გადაკეტავს მოძრაობას, შეკვეთა მიუვიდა. всё, გადაკეტავს მოძრაობა, არავინ არ უნდა გაინწრეს. შეკვეთა მიუვიდა. ხედავთ, ეგ რა კალასაზობია. ეს არის დასვენების დეტალი რა და იმდენად მოიმატა მანქანების რაოდენობა ქალაქში, რომ უკვე შაბათ-კვირასაც მნიშვნელობა აღარ აქვს. ხშირ შემთხვევაში შაბათს უფრო მაგარი საცობია ხოლმე, ვიდრე კვირის დღეებში, რომელიმე მონაკვეთში რა. ხო, იმიტომ რომ დაზუსტდება. ხო, აი წარმოიდგინე, საიდან იწყება საცობი ხნახე რა, აბსო. აი აქედან ხიდიდან იწყება საცობი. ისე დამიმართულებას. ზოგადად რას კეთდება ქალაქში ავტომოძრაობის მხრივ, მივესალმები ყველაფერს, სწორად არის გაკეთებული ძალიან ბევრი რამე, თუმცა არ არის საკმარისი რა. ანუ იმდენი მანქანა არის, რომ ეს მოწყობა კარგი იქნებოდა 15 წლის წინ დაახლოებით, რომ გადასულიყო ამაზე და ახლა უკვე უნდა ფიქრობდეს ქალაქის მერია ჩემი აზრით იმაზე, რომ გზები დაამატოს ქალაქში უბრალოდ და მეტი ხიდები გაკეთდეს, მეტი კვანძები გაკეთდეს იმისთვის, რომ რაღაცა ამ ნაკადს გაუმკლავდნენ რა. არა, იცი რა არის, მაგაში ვერ დაგეთანხმები, იმიტომ რომ რასაც უყურებ, ახლა სხვა ქვეყნების მაგალითს, ხო, სხვა ქვეყნებში ახლა რამდენი ქვეყანაში ვიყავით, ხო, ხშირად ვიყავით და საერთოდ არ არის ხოლმე ძირითად შემთხვევაში მანქანის ყოლის საჭიროება თუ ქალაქიდან არ გადიხარ ხოლმე რა. ან თუ რაღაცა კონკრეტულ ეგეთ სამსახურზე არ მუშაობ რა. ანუ ძირითად შემთხვევაში ხო ევროპაში სამსახურები სპეციალურად ირჩევა იქიდან გამომდინარე ლოკაციურად საცხოვრობ რა. ძალიან იშვიათად რა არის შემთხვევები ხშირი რომ სხვა იმებში მუშაობენ დიდ ხელფასზე ვინც მუშაობს, დიდ დანაზღაურებად და ასე შემდეგ და ნუ მაგათ ჭირდებათ, მაგრამ ისინი ბანზე გადაადგილდებიან, ქალაქში არც გადაადგილდებიან რა. ქალაქში დადიან ტრანსპორტით, იმდენად მოწესრიგებული, ანუ ტრანსპორტი უნდა იყოს ძალიან მოწესრიგებული და ტრანსპორტი რო იქნება ძალიან მოწესრიგებული, შესაბამისად მე მანქანით სიარული არ იქნება ეგეთი ესეთი რა, ანუ არ იქნება საჭირო. საჭირო რო არ იქნება დღის მანძილზე, ანუ ესეთი ამბავი არ იქნება რა. ხო, მაგრამ მაინც გონია რომ აი ციტელზე გავიდა. მანქანის შეძენა იმდენად მარტივია ჩვენთან და ესე ვთქვათ, ყოლა და მოულა. რომ ყველას ყავს. ანუ ოჯახში რამდენიმე მანქანა ჩვენც ეგრე ვართ. ვერც გავაკეთე. და რატო იცი? აი ამ ქალაქი გვაქვს. აი ამ ქალაქი გვაქვს რა. და აი ამ ქალაქში ტრანსპორტის სისტემა არ არის დარეგულირებული ისე, რომ 700 რაღაცის გამოცვლა არ გიწევდეს. გლდანიდან რომ გადიხარ ჯიქიაზე, ხო? ჯერ მარტო მეტრომდე უნდა მიხვიდე, მაშინ რა ქვია, მარშრუტკიდან ავტობუსით, მერე მეტროდან რამდენჯერმე უნდა გადაჯდე, რომ მიხვიდე უნივერსიტეტის მეტრომდე, იქ ამოხვიდე და იქიდან კიდე ტრანსპორტზე დახვიდე, ანუ ძალიან ტრანსპორტის სისტემა ძალიან დაუხვეწავია რა, ესეთი დაუხვეწავი არ იშვიათად. აი მას დამიატანა რა, ადამიანი ჯიგარი ხერს მორო იყიდა ეს მანქანა, იმიტომ რომ მართლა ძალიან მაგარი მანქანაა. ეს просто სადბიდის ვხვდები რა. აუ ხელი ეგ ეს არის ყოფილი პრემიაში. აი просто სადბიდის, აი აქ მარცხნივ რა ხდება, არაფერი ხო? ანუ შეგიძლია ერთი 300 მეტრი იარო და მერე გადახვიდე. არა, ეგრევე უნდა გადასვლა. აბა შემოსავწე ხელი. ოქაჩი. ეს გამახსენდა ამ ხმაზე ხა რა და ზედანაც რო გაგვიანა მოტო. კი, დიდი თქვი. ზალ მარტივი ლოგიკა არის, ანუ იმაში რომ როდესაც ავტომობილი ხმაურობს და დიდ ხმას გამოსცემს, ჯარიმდება, მაგრამ მოტოები, როგორც დადიან ქალაქში, ეგ არ ჯარიმდება. მივმართავ ლადოს პიტსტოპიდან. ევროპაში რო იყო დასული მოტოთი. ხო, მოტოთი რო იყო ევროპაში და ხა საქართველოს მით დროშის ლავაზი მოტორო ყავს ძალიან. უძერსკესი მოტორო ყავს რა, მივმართავ ას. გაგვცეს პასუხი.
და კიდე მიუმართავ, მოვიდე ჩვენთან. ჯიჯი, ჩემ მოგვარე ჯიჯი აბა. აი, რატო არ არის აგზალული ძმაო ისინი რა, ხმაურიანი მოტოები. და კიდე რატო დადიან მოტოები ეგრე, იმიტომ რომ გუშინ იყო შემთხვევა, რომ მოტოები ძალიან გავამტყუნა ერთ საკითხში რა, გელოვანზე მოვდიოდი ღამე და მოტოები მოდიოდნენ მოკროდნენ მარცხენა ზოლში, თუ გახსოვს რომ ჩაიარეს. ანუ მოკროდნენ მარცხენა ზოლში და შუა ზოლში ვიდექი მე, ჩემ წინ იყო მანქანა და ჩემ წინ ვინც იყო მანქანა, მარჯვენა მხრიდან გადმოდიოდა მანქანა, ჩვეულებრივად პოვარდნიკი ჩართო, გადმოდიოდა მანქანა და ამ წინაებმაც გაატარა რა. და მოტოებმა ისე ჩამოიქროლეს და ზედ ზოლზე იმასქნეს რა. გაიარეს და ეს მანქანა ხოლმე გადმოვიდა და შეეშინდა. დაუწყეს ამ ტიპს გინება. ანუ რატო იყო საგინებელი? პირველ რიგში მარჯვნიდან გადმოდის მანქანა, გზა უნდა დაუთმო, всё. ანუ მარჯვნიდან რომ მარცხნიდან გადმოდის მანქანა, მარცხნიდან მივალი უთმობ გზას. როცა ერთ გზაზე მიდიხარ თქვენ, ხო? ეგ ერთი. მე მეორე. და საშვების სიჩქარით ის მოძრაობდა და რა თქვენ? მოდიოდით აწყვეტილები. და რატო აგინებთ მაგ ადამიანს? და მე ვთხოვ ლადოს მოვბრძანდეს შემდეგ გადაცემაში და ვისაუბროთ მოტოების და მანქანების ურთიერთობაზე ქალაქში. რომ თვითონ აი ამ იმან რა ქვია ადამიანმა, რომელიც არის მოტო თემატიკაში ალბათ ერთ-ერთ ტოპ ადამიანებში საქართველოში ისაუბროს იმ მინუსებზე, რასაც მოტოები უშვებენ, რომ იქნება მიხვდეთ თქვენ, იმიტომ რომ მანქანის რო გეუნებით არ გესმით. ხო, მაგრამ მე მაინც ხმაურზე მაქვს ქართულება რა. ყველას უღენია ესეთი ხმაურიანი გამშვების სისტემა და პორტალი არის აქ. წერეთელი ზედა სხვათა შორის სასასმელი ვარ. სასასმელი წეღარო ხმა იყო ეს ჩეკის არ იყოს ახლა ვინმე არ დაიწყოთ BMW ჩეკი ან ჩემი მანქანა ჩეკს არ ანთებს. არის ფასლაინი, რომელზეც ახლა უამრავი მანქანა იქნება არის. მაგარია ის ნახე რა მაგარია. რომელი? აი ეს მანქანა. ეს რა არის? მაგარია, მინდა, მათხოვ, ვატარებ. ჩამოსულია ავსტრიიდან. აუ, ვატარებ რა, მათხოვოს. გავუიწერეთ არხი, იმიტომ რომ 20.000 გავამწერზე 3 გავამწერს ისე მომიწევთ, რომელსაც შევასწავლეთ დრიფტს. ანუ 10.000 გავამწერზე მოვიწევთ, უკვე 3 გავამწერე და ვასწავლეთ დრიფტი და 20.000 გავამწერზე იგივეს ისე ვაპირებთ. ამიტომ რაც შეიძლება მალე უნდა ავიდეთ, რომ მე უფრო მაგარი პროექტები შემოგთავაზოთ. არგი არის აქაც, თუმცა აქაც იგივე პრობლემა არის. ძალიან ბევრჯერ გიწევს გაჩერება. დაზურა. რამდენი ხანია დიდუბიდან მოვდივართ. ხო, ანუ გაჩერება და დაზურა გიწევს ძალიან ბევრჯერ, რაც ნიშნავს იმას, რომ ძალიან ბევრ საწოლს მოიხმარს ავტომობილი და ბევრ გამონაბოლქვას გამოყოფს. და ზაფხულში მით უმეტეს საშინელება არის აღდგომა ადგილობრივი მაცხოვრებლებში. ყველაზე მეტ საწოლს ავტომობილი მოიხმარს აი ზუსტად ამ დროს, დაზვრის დროს. გამწვანება არის ულამაზესი რა. კი. და ყოველთვის მოვლილია. მოვლელს ვერასოს ვერ ნახავ. სხვათა შორის ანუ არ არის მარტო. აი ეს დისკები მინდა რომ დავაყენო 29-იანა. აი მოდელ 3-ის დისკები, ხა ამაზე ვერ აღიქვამ ლამაზად, იმიტომ რომ თვითონ დიდი არკები აქვს ტესლას რა, თორე 8.5 არის 18 არის და 9 კილოგრამია, მსუბუქია საკმაოდ. ხო და შეიძლება ლამაზი იქნება. უბრალოდ 519-ზე ადაპტერი დამჭირდება. აი მე რა ხელა თორქია ქანა შენს მანქანას ეს იგი. არ შემიძლია. ხელა თორქია ქანა ეს იგი სულ მოცურებას მინდებს. ოკეი, ეხლა შეგვიძლია ჩავიდეთ სანაპიროზე. გავუყვეთ სანაპიროს, მანდაც რაღაცები გადაკეთდა, მაგაზეც ვისაუბროთ. შუქნიშნების სისტემა, რომელიც დაინერგა ერთამოვიდანზე, ეხლა სხვა კუთხით მივადექით, მაგრამ შედეგი იქიდანაც გამოვიდეთ. საკმაოდ კარგად მუშაობს, მინდა გითხრათ. არა, აქაც არის. უკეთესად ატარებს ნაკადს რა, იმიტომ რომ ცოტა შეფერხება არის აი ხიდის ქვეშ ვინც მოდის, ანუ ხილიანზე ვინც ეშვება, ტელევიზიასთან ცოტა შეფერხება უწევთ ავტომობილებს, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც გაამართლა რა. ჩემი აზრით. იცი რა არის? მე დათვალოდი რომ სხვადასხვა გაიზრდებოდა გზის მონაკვეთი აქ. თუმცა აქეთ გაზარდეს, ანუ ორი ზოლი გამოდიოდა და ეხლა მესამე ზოლი დამოდეს, თუმცა მარცხენა მხრიდან და არა მარჯვენა მხრიდან. მე თემა რა იყო, იცი, რამდენჯერაც ჩამოვიარე, რომ უყურე დიდი საცობი იყო სუგმირთა მოედანზე, მაგრამ ერთხელ რომ დავდექით ამ საცობში. ნახე რომ ძალიან მალე გადიოდა. კი, შუქნიშანი არის რეალურად, შუქნიშანი, ანუ საცობი არის, შუქნიშანი აფერხებს რაღაც
მოძრაობას და შენ გადიხარ ჩვეულებრივად. ადრე ეგ არ ხდებოდა და თან კიდე პლუსი რა არის? ხანს მიწევდა დგომა. იმ დაღმართს რომ ჩამოდიხარ და რო გინდა მაგალითად დილღობში წამოსვლა, ანუ ესტაკადაზე ასვლა რო გინდოდა, ხო? მაინც საცობში идеქი, ანუ პროცესზე გიწევდა გაზს, იმიტომ რომ აქედან ეტენებოდა ხალხი კიდე. ახლაც ხდება ეგ, მაგრამ არა, შუქნიშანი და კუნძულები არეგულირებს, კუნძულები ჩასვეს შუაში. კუნძულებიც კუნძულები ჩასვეს შუაში. ეხლა უკვე შენი ზოლი გაქვს და საერთოდ არაფერი ხდება, მაგრამ არ არის ხოლმე საცობი. კარგია. ეგ კარგია. სუპერ დუპერი გვინდა ჩვენ. არის სუპერ. Lama printable. მოკლედ აქ სექციური კამერები დააყენეს და არაფერი არ ხდება. მაინც გაზავებენ, მაგრამ ბევრი მათგანი არ არის. წავიდეთ ვაჟას ავტოდრომზე? სად შემოვხვალ? აბა, რა ვქნათ? აბა. აბა, აი ცოტა მალე თუ გადავალთ, იმიტომ რომ ჩვენც მოძრაობთ აქ რა, აი ცოტა მადლობა. ძალიან დიდი რაგადია მანქანების ამ დროისთვის. მიუხედავად იმისა, რომ აჰა, ის იქიდან შევიდა იმან აგინა. და რა უშავს ხდება. გასაგებია. ანუ კიდე რა მოხდება? შევიპაროთ, ოპ. აბა, ყოჩ. აი, ამაზე ვსაუბრობდი, როცა იყო, რომ შეიძლება ჩაერთო. აბა, რატო გაჩერდა მარჯვენა ზოლი და რატო მიდის მარცხენა ზოლი? გაუარეკოიოთ, იმიტომ რომ მანქანები ხალხი გადადის გზას. იქ მანქანა იყო გაჩერებული, გამოვიდა. მიიღავს ეხა ის მანქანა და პრიუსი ვერ უქცევს ვერც. უშავს ავტობუსი დავუშვეთ. ავტობუსი გადავა. ავტობუსავაროთ მარცხენა. ანუ ამას ხელიებ, ესე იგი, всё. ნახე. აჰა, ეს მარცხნივ უხვევს და მე მეუბნება რომ ღერძულა გადაუკვეთო, იმიტომ რომ თვითონ მარცხნივ უხვევს სხვა ზოლიდან და კიდია. მადლობთ. და ეგრე დასტოსილები გადავარდებიან. ერთი წამი, ეხა ჩამოყალიბდებიან. ნახე. ჰოპ. ნახე. გილად. ჰოპ. არა, ეს. მაინც გადმოვიდა. ო, გენაცვალე. აჰა. აი მეგობრებო. ეს არის ნამდვილი ქართული თბილისური მოძრაობა. ოპა, აი ვაჟას უახლოვდებით და ოპა, ნახეთ აი რაღაც ხალხი ვეღარ ისმის. ერთი სული აქვს, როდეს შევარდებიან. მომოტოჩი და ეს ტიპი გადმოდის. და საინტერესოა რა ხდება. ეს კიდევ ვერ ჩამოყალიბდა, ნახე? ეს ისტიდა, ზეგარო დაყოლი. ნახე? ეხა უეჭოი. ახალი ზოლია რა, ხერება დადია. აჰა, ეს აქ გადმოვიდა. აჰა. აზრია რა, ნახე? ჰოპ. იმან არ გაგატარებო ძმაო. კაცობაზე მეტყვა შენი გატარებო. მე თუ ჩებასება მივარდებო. ალფა გაზაობს. როგორი აგრესიული გასვლა იყო. აქეთ ალფა
გიშებულია. აბა. ამაში ტექნიკა. თბილად. შეიძლება დაგვაყრიონ თბილად. სამეზოინა რა გაუჯერა მიზანს. მაგის შემსება და 49-ის მექანიკა იყიდება თავის სეპლენით, ხო? დავაი. ხშირ შემთხვევაში ასე სრულდება ხოლმე გაზაობის მონაკვეთები პატრული იჯერს, მაგრამ მაინც ძალიან ბევრი გაზაობა მიდის ხოლმე ვაჟა-პატრულზე. რატო? რის გამო? კარიგორია თავი რომ პატრული მაგარია. არა, პატრული დაკავებული იყო და დრო იხელთა რა. ხო, არა, просто რომ გადასცეს, იმიტომ რომ წითელი ჩარჯერიო და всё. ბევრი წითელი ჩარჯერი დადის. ციკი ჩავაგდები ჭებთან, M-სერია კასერიასთან და აკმობოდი. ეხლა 11 წელს. სად არის გაზავები? X-თან უნდა შევიკრათ და მე დავწყო წეროვაზე. მაგრამ ისე ფირას დაუჭირს ტრაქზე გამოდის. ეხლა წეროვანზე არ იქნება. შენ დაქსონიმაზეა, ნელა სოვერი გააგვი. ორი კაცი ჩამოვიდა და მე დავაჭირე. ჩვენ გვაქვს ვიზნად. ლაპრება გასასწორებელი, მაგრამ ასეც დაუჭე, რა პრობლემაა, კაცი. ესეც დაუჭე. ეხლა გამოსვლაზე ეს. აუ, ჩვენჩი, კაროჩაი ვეუბნებოდ. მაქანა ყავდა დაშლილი, ბამპერი ქონდა მოსული. მე დაშლილი ხო ხარ? დაშლილი დამიგეკე, არ დამიგეკე ცხელი დაშლილიც კი არ დამიგეკე. აზბორილი. იმაზე კარტიგზე მე მოკრებო და ჩემო განიქნებიო. იცი როგორია ფული გაუჭია. უშია ჩადები ეხა და დღეს თელი დღე იმენა არ მოისწოდებს, ხო ვიცი არა. მას არ ვთქვი. მეორედან დავაჭირო. რაღაცა. პატრული მისდა. ძალიან მაგარი მანქანა ეს ინტეგრა ძალიან მომწონს. უბრალოდ აი პერი ამის მექანიკა. Honda მაგარია. მე შე როდის გითხარი? აი ბოტალი შემომივიდა. مسخره منه هوندا ناخرات غشيه ესენი ბაზზე დახოცავენ ერთმანეთს.
ბიჭო, ეს პატარა იაპონელი რამდენს გეღადავებ, აჰა. პატარა იაპონელი რამდენს გეღადავებ? რა უნდა მე ხატო? მაგას დავჩაგრა, არა. მაგას არ როჩხუბობს ბიჭო. მაგას უკაიფ. ნეიტრალში გადაიტანა იქ. დან. თახო ავტომატიკა და ეგრევე დგამდგამ. მევის დაუყო. ესპერეთ გავიგე მაგრამ. მევის დაუყო. არა, ხალხო დემურას კლაპნები რო გავოსწორო. პასაჟორი ზოგ დეტონაციამ გაჩიკამ მაგის ვერ დაჩმობა ვაფშე. დანელია, ეს არის ჰონდების შეკრება? ჰა? თვითონ რო ბევეთია მოსო. ეს არის თან ნახე რითი არის ბიჭო მას. აი წავით. წავით. ой, დავდიალდით, არავისავს. რა ვარდები პირველ წელში? არავის გადარჩი, თავარია. Vai,